გადიგა მოდიგა ბედეკუთანო მე შენი ცქერით ნაღველი მშორდება მანი ღირღი დავგულღი აგუთხარო იქნება სულ ეს ხვალ ჩემი ოცნება გამარჯობა. დღეს კვირაა და პირველი არხის ეთერში ფერმა იწყება. მე დემეტრე ერგემლიძე ვარ მისი წამყვანი. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რთველის შემდეგ საქართველოში კიდევ ერთი მასშტაბური მოსავლის აღება დაგვრჩა. მას ნარინჯისფერ თვალს უწოდებენ. ჩვენ ახლა აჭარაში ვართ. რეგიონში, სადაც სოფლად ცხოვრები თითქმის ყველა ოჯახი მანდარინსა და ფორთოხალს კრებს. დღევანდელ გადაცემაში ერთად ვნახავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რამდენად კარგი მოსავალი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. გამარჯობა ბატონო ამირა, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, მობრძანდით. სანამ თქვენამდე მოვედი, გულმა არ მომითმინა და ერთი მანდარინი მოვწყვიდა თქვენთან პლანტაციაში, ძალიან ტკბილია, ესეთი წელს არ გამოსულა. შეგარგოს. როგორი მოსავალი გაქვს წელს? წელს მოსავალი გასუწელთან შედარებით ცოტა ნაკლებია, მაგრამ კმაყოფილი ვართ. ეს რატომ? მეწლეობა იცის მანდარინმა როგორც მეწლეობა იცის, რა თქმა უნდა იცის, მაგრამ გასაღება უფრო კარგი იყო. უფრო ძვირი ღირდა. ძვირი წხიდა და უფრო კარგად გასაღდა მანდარინი. ყველა მიაქვთ უკვე. ასეთები წაიღეს რა. მე მგონი როგორც მივხვდი, წვრილები უფრო ტკბილია, ვიდრე დიდები. ეს ტემპერატურა იყო ისეთი, რომ დაამწიფა მანდარინი. ძალიან კარგი. მოდი მოგეხმარებით კრეფაში, თუ გაქვთ ერთი მაკრატელი და კალათი მომეცით. ბატონო. ბევრი რამ მაინტერესებს მანდარინის შესახებ, ნარინჯისფერ თვალში თან არ ყოფილა არასდროს და ბატონო ამირა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგად ჩაიაროს ნარინჯისფერმა თვალმა? ციტრუსის დამუშავება პირველ რიგში. ანუ ნიადაგის დამუშავება ნიადაგის დამუშავება. შეწამლა ჭირდება. აი ეგ ეთყობა, მე მგონი, შაბი ამნით იწამლება, როგორც ვიცი. შაბი ამნით გოგიდის, ყველაფრით იწამლება. რამდენჯერ? მე ერთხელ წამლის, არის ოჯახები ორხელ წამლავენ. მე ვიცი წლის განმავლობაში მანდარინს ხლავენ კიდეც, რომ ძალიან არ ჩახურდეს, სხივები ჩადიოდეს. ახლა არასტანდარტული დარგული არის. მანდარინიდან 4 მეტრი უნდა იყოს დაშორება. ეს ტოტი ამ ტოტს არ უნდა ეძებოდეს, რომ გაივლი თავისუფლად და გაიარო. ნუ ახალ ბაღებს ვინც აშენებენ, ალბათ ისინი ითვალისწინებენ, ითვალისწინებენ, რა თქმა უნდა. რა შეეხება გასხვა სჭირდება, მასაც ფორმის მიცემა რო ძალიან არ გაიზარდოს. გამსვლად არის თუ იცი, ახლა მოგალდათ მოვიდა დიდი თოვლი და მოტეხა ტოტი და მოაშორე. კარგი მოსავალი როგორი ითვლება მანდარინის პლანტაციაში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით. 40 ტონა მოდის. შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ციტრუსი არის აჭარის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო. კი, ჩვენ ქობულეთის რაიონის სოფელში ერთადერთი შემოსავლის წყარო არის. როგორც კახეთში ყურძენი არის შემოსავალი კახელი კაცისთვის. ისე არის ჩვენთან ეს. სავარაუდოდ აქ რთველში ერთმანეთს ეხმარებით, ხო, რაღაცა ნადის პრინციპი თუ იქირავებთ ადამიანებს? უფრო ქირავება, ყველა ერთდროულად კრებთ უკვე რთველს. აქვხავს ხალხი, დამხმარე ხალხი. გასაგებია და ერთად მოდიან და ესე მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ. მუშაობენ. წლების განმავლობაში როგორ იცვლება ფასები? ან როგორ გინდება, მოდიან ესე გეუბნებიან რომ ეს ახალგეს? როგორ არის, თუ იცი, ერთხელ პირველად გამოიგვის კლიენტი და ხო წაიღო თქვა 60-ში ან 70-ში ის დაგანონდება. რა შეეხება წლევანდელ ჩასაბარებელ ფასებს გასაყიდს? ჩასაბარებელი ფასი 70 თეთრია. ეს კარგი ხარისხი რასაც. ეს კარგი ხარ, რა თქმა უნდა, კარგი ხარისხი ახლა. და სუპერი მანდარინის ფასი უკვე სულ სხვა არის. სუპერი რომელია? გამოღებული სუპერი მანდარინი არის. დიდები. ის უკვე ლარ 50 ხის, ლარ ნახევარი. რამეს მავნებელი ხომ არ არსებობს რამე დაავადება, რომელიც ხელს გიშლით კარგი მოსავლის მიღებაში. მაგალითად ახლა ფაროსანა იყო. ფაროსანა წელს გავრცელებული. იყო, მაგრამ ფაროსანას არ შეუწუხებია მანდარინი. თხილი გაგვიფუჭა. რატომ მოხდა რომ მანდარინს აცდა? აცდა ალბათ. არ მოეწონა გემოზე ვითომ? შენ მწიფი არ იყო, ჯავე იყო ალბათ მაშინ, მაგრამ რომ შემოვიდა სითბო იყო და როდესაც დამწიფდა სიცივეები იყო უკვე. ეხლა მაშინ უკვე ფაროსანას ეძებნა. ფაროსანა დამანული იყო უკვე. აქ ზოგადად დიდად გავრცელებულია ამ რეგიონში?
იმდენი არის როგორც გურიას სამეგრელოში იყო ისე არის. სხვა დაავადებები არსებობს ან მწერები, რასაც ებრძვით? მანდარინი უბრალოდ გაშავდება კანი. ეს აი კანი გაშავდება და გადამდები არის. გული კი არ ფუჭდება შეგნით. უბრალოდ შესახედაობა არ არის. ამას არ იყიდის კაცი და იყიდი შენ რომ მიხვიდე ბაზარში არ იყიდი. ალბათ არა. ხო და ეგ არის და სხვა მეტი არაფერი არ არის ის. მაინტერესებს ახლა უშუალოდ აი ამ ბაღის განახლება როგორ ხდება? აგერ ერთი ძილი ხე მოვჭარი აგერ ახან ეგერ ჩანა. რატო? და გახმახე. გახმა და გვერდზე დახალი ნერგი დარგული მაქვს. მანდარინის რგვა წელიწადის რომელ პერიოდში მიმდინარეობს? ძირითადად მარტ-აპრილში, მაგრამ ახლა შემიძლია რომ გაჩვენო, როგორ გადავდგავთ ნერგს. სიამოვნებით. ხარავშებს წავიდეთ და გაჩვენებთ. წავიდეთ, ნახოთ აქ მე დავასრულოთ მაშინ. ესეც პორტოხალი. ესეც პორტოხალი. რომელიც უმალე დაიკრიფება. აქ აქვს სანერგე მოწყობილი? აგერ აქ მაქვს სანერგე მოწყობილი. აბა წავიდეთ ნახოთ, მოგეხმარებით მეც. მე როგორც ვიცი, უნდა წითელ მიწანი ადაგები ციტრუსებს და თუ იქნება დაქანებული, თლად უკეთესი იქნება წყალი არ უნდა დადგეს მის წინ. არ უნდა დადგეს წყალი. ფესვები ძალიან არ დავაზიანოთ. აჰა. ეს უკვე მოთხრილი. რად არის? ახლა მე გაჩვენებ როგორ დავდგავთ ამ ნერგს. ავიდეთ. სიღრმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფესვები დაიფაროს. ერთი ბარისფერი საკმარისი იქნება. საკმარისი. როცა დავდგავთ ნერგს, შემდეგ უკვე რა დრო ჭირდება იმისათვის, რომ მოგწეს პირველი ნაყოფი. დაახლოებით აგერ რომ ნერგია. ეს გასულ წელს დავდგი, ამ წელში ახლა ზოგიერთი 2-3 გაგავს მოისხავს. და როდის მოხდება, რომ აი სულ მსხმოიარობაში შევა და შეგვიძლია უკვე დავკრიფოთ დიდი რაოდენობით მოსავალი. ეს თომას დრო დაჭირდება 7-8 წელიწად 10. მაშასე ჩვენი დარგული პირველი მანდარინის ხე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ ნაყოფს მოგცემთ და რა თავარია გაიხარებს კარგად. ჩამოვაკითხავთ აუცილებლად რამდენ წელიწადში? 6-7 წელიწადში. რატო? მომავალ წელს გამოიარე გასვ რა. ნახავ როგორი გაზილი იქნება რა. წარმატებებს უსურვებ ამ ნერგს. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მანდარინის კრეფა ახლა. სტუბრები მოგივიდა? გამარჯობა. ჩავიდეთ და შევხვდეთ. ბატონო, მე უნდა გთხოვოთ რა ჩვენ შეგვიძლია გავიხადოთ ქურთუკები, პიჯაკები და მივეხმაროთ ბატონ ამირანს და მის მეზობლებს კრეფაში. რა სიტყვით? მაგრამ უფასოდ ისე ანაზღაურება რამდენს გადაგვიხდით ბატონო ამირან? 10 თეთრი, გოდორი 20. გოდორი 20. მოვაგროვებთ და ბოლოს დავიანგარიშებთ ერთად. გასულ წლებში და წელსაც ამ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო გამოყოფს სუბსიდიას. როგორც ამბობენ ადამიანები, ამის მიზანი არის ის, რომ ზოგადად მეციტრუსეობის განვითარება შეეწყოს ხელი. რა შედეგები გამოიღო ამ წლის განმავლობაში ამ გადახდილმა სუბსიდიამ, თუ შეგიძლია რა გითხრათ? არასტანდარტული სუბსიდირებას დიდი არაფერი არ მოუწია. სწორი იქნება ვთვლი, რომ წახალისება უნდა მოხდეს კარგის წარმოებაზე. 4-5%-ის მეტი არ უნდა იყოს არასტანდარტული. ჩვენთან რამდენია? ჩვენთან რამდენია და 30%. 30%-ის კატასტროფაა რა. 30% 20 თეთრი არის, არც უხდის ქარხანა, არც უმატებ ჩვენ. ნუ კილოგრამ ეს 1 ტონა გამოვიდა 200 ლარი, ხო? 200 ლარი სუბთაფულიც არ რჩება. და მას мотиваციაც აღარ აქვს, რომ შეწამლეთ ღონისძიებებზე თანხა გადაიხადოს, სასუქში თანხა გადაიხადოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ხარისხი. არის ახლა გაფორმებული ხელშეკრულება, ერთ-ერთ საწარმოოს გაფორმებული აქვს პოლონეთთან. და რომელია ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზრები, სად გადის ყველაზე მეტად? ძირითადად არსებული სტატისტიკით, მაინც რუსეთი რჩება, ქვეყანა დიდია და მიდის, უკრაინა, შუა აზიის რესპუბლიკები, ყაზახეთში და უზბეკეთში წავიდა პირველი პარტიები. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ რეგიონისთვის ციტრუსი არის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი.
ძირითადად საექსპორტო კულტურა. თქვენ როგორ ფიქრობთ, დარგი როგორ შეიძლება განვითარდეს? რამე ხედვა აქვს სამინისტროს? როგორ არ აქვს, ხედვა არის ჩვენ ორიენტირებული მაღაზია ვართ. ტრადიცია არსებობს მოვლან-მოყვანეს, ოღონდ დასახვეწი არის რაღაც დეტალები, სხვა მიდგომები აქვს, ახალი კონცენტრირებული სასუქების შემოვიდა, კარგად უნდა მოკრიფოს, ამასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ უნდა დაიჭიროს მოგრადელი. როგორ უნდა დაიჭიროს? აი ასე უნდა დაიჭიროს, ჭრელი პირი ქვემოთ უნდა ქვემოთ იყოს, უნდა ქვემოთ უნდა დიდი ყუნწი არ დარჩეს. გასაგვირველი, აი ასეთი. თუ ასე დაიჭერ, ყოველთვის ექნება მაღალი და თან ცუდი მოსაჭრელია. აბა მოდი ვცადოთ აი ასე როცა გიჭირავს, ანუ გამოვიდა ხელი მჭრელი პირი ნაყოფზე უნდა იყოს დადებული და ყუნწი იქნება პატარა. ანუ ასე. ეს არ დააზიანებს, ეს ცუდია. აი ახლა მას სწორად გიჭირავთ. ორიენტირებული ვარ ჩვენ ჯიშის განახლებას. დიახ, აი შარშან ჩვენ ვიყავით და ჩვენმა მაყურებელმაც ნახა აჭარის აგროსერვის ცენტრი. და ნახეთ იქ მანდარინის ბაღები, სადაც არის სხვადასხვა სახეობის ციტრუსის ჯიშებზე დაკვირვება მიმდინარეობს. მე მაინტერესებს უშუალოდ ფერმერები რამდენად არიან დაინტერესებული რომ თავიანთ ბაღებში ან ჩაანაცვლონ ეს ძველი ჯიშები და ძველი ხეები ახალი ჯიშებით უფრო მაღალმოსავლიანით, ან უბრალოდ გააშენონ ახალი ბაღები. კობულეთისა და ხილვაჩავის დაბლობ ადგილებში, სადაც უფრო ცივი ადგილები, აუცილებლად უნდა მოხდეს ჩანაცვლება ახალი სადრეო ჯიშებით. აქაც ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა რომ რეკომენდაცია არ უნდა გაიცეს ისე რომ ყველა აიჭრას და შეინაცვლოს. ეს უნდა იყოს თანმიმდევრულად არ დაზარალდეს ფერმერი, უფრო მეტად მობერებული ხანდაზმული პლანტაციების თანდათან ჩანაცვლება. კიდევ ერთი რაც აინტერესებთ ადგილობრივ ფერმერებს დარწმუნებული ვარ, ყოველწლიურად ისინი ელოდებიან რა ფასი ექნება მანდარინს და მე მაინტერესებს ვინ არის ან რომელი ქვეყანა არის ის, რომელიც ზოგადად მანდარინზე, ციტრუსზე ფასს ადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი უახლოესი მეზობელი თურქეთი აწარმოებს 950.000 ტონას. ჩვენ კიდე 50.000, ხო წარმოგიდგენიათ ახლა როგორი სხვაობა 50.000 და 950.000. რა თქმა უნდა, იმის გავლენა ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენი უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ იმით, რომ უფრო უკეთესი გემოვნური თვისებები აქვს, ვიდრე თვით მეზობელი თურქეთისასაც და პლუს ის, რომ ხარისხზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი ამოცანაა სახელმწიფოს ხელი შეუწყო მოყვანაში. ხელი შეუწყო ბაზრების მოძიებაში. მე მგონი ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ თვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრისგან. გავაგრძელოთ ახლა დაკრეფა. დაგეხმარებით ამ ხეს მოვერევით როგორ. და შემდეგ უკვე მინდა რომ წავიდეთ და ჩავაბაროთ მანდარინი უკვე ჩამბარებელ პუნქტში. ციტრუსის ბაღებიდან ჩვენ გადმოვინაცვლეთ მანდარინის მიმღებ გადამამუშავებელ პუნქტში, სადაც ბატონი კახაბერ შავაძე გვეტყვის თუ რა გზას გადის უკვე აქედან მანდარინი, როგორ კალიბრდება, როგორ გაშვება საერთოდ. შეგიძლიათ აგვიხსნათ. ფერმერების გამგებლობთ პირველ რიგში შერეულ მანდარინს. აქ ხდება ციტრუსის დახარისხება არასტანდარტულად და სტანდარტულად. ამ ყველაფერს აკეთებს ერთი დიდი დანადგარი, რომელსაც ხედავთ ჩვენგან მარცხნივ. დიახ. პირველი ხდება ინსპექცია, ანუ გაფუჭებული, დამპალი, უარგისი ნაყოფის გამორჩევა. შემდეგ უკვე სხვა ხდება სპეციალური შამპუნის, რათა მანდარინის კონდეს სუფთაიერი და ყველანაირი სეპტიკისგან იყოს თავისუფალი. ამის შემდეგ ხდება შრობა და შემდეგ უკვე ხდება პარაფინირება. აქ შეიძლება რომ ჩავიხედოთ. რა თქმა უნდა, უბრალოდ მანდარინი ირეცხება, თავისუფლდება ყველანაირი სეპტიკისაგან. კლიენტისთვის რო იყოს მომხიბვლელი, ესე ვთქვათ, ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, იმიტომ რომ ქსელები, მაგალითად რუსეთის დიდი ქსელები ითხოვენ აბსოლუტურ მაღალ ხარისხს რა. არ არის ისე რომ დაბალი ხარისხის მანდარინით შეგვიძლია გავყიდოთ რუსეთში დაივიწყეთ. ყველას აქვს მაღალი მოთხოვნა. ვიზუალურად რომელიც უარგისია, იმისგან კეთდება უკვე კონცენტრატი და პატარებისგან. სამწუხაროდ ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია მანდარინის წვენი, რატომღაც, მაგრამ ძალიან პოპულარულია ევროპაში, საფრანგეთში მაგალითად, მანდარინის წვენი დგას პირველ ადგილზე. აქეთ რა ხდება უკვე? აუზან დაგხვდება დაკალიბრება. ეს დანადგარი უკვე ყოფს სხვადასხვა ზომებად მანდარინს. შემდეგ უკვე რამოდენიმე კალიბრის მანდარინი გადადის ამ ხაზზე, სადაც უკვე ხელით ხდება ამის დაფასოება და გამორჩევა, რომელი თუ არის კიდევ შიგნით. აქ უკვე
ყველაფერი გადარჩეული და გამზადებულია იმისათვის, რომ ეს არის უკვე გარეცხილი, გამზადებული, დაკალიბრებული და დაფასოებული. ამის შემდეგ ხდება ამათის შეკვრა პალეტება და უთხოვნებით, აი ესეთ სახურავები უკეთდება, სადაც ჩვენი ლოგოტიპებია და ასე შემდეგ და евро დონეზე ვაკეთებთ ყველაფერს. და უმაღლესი ხარისხი. გაქვთ არა სამაცივრო სისტემა, სადაც შეგიძლიათ აი რეალიზაციამდე შეინახოთ ეს პროდუქტი. დიახ, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 3000 ტონაზე სამაცივრო მეურნეობა. და მითხარით, ანუ შემდეგ თვეების განმავლობაში ფასი უფრო ნელ-ნელა იწევს, რაც უფრო გვიან გაკეთით, მით უფრო მაღალი ფასიც იქნება, თუ ეს პრინციპი თქვენთან არ მუშაობს. ჯერ ვერ ავხსენი რატომ, მაგრამ იანვარში მოთხოვნა არის გაცილებით ნაკლები ვიდრე ახალ წლამდე. როგორც ჩვენს ახალი წლისთვის ჭირდება. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ამ ექსკურსიისთვის. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ შევხვდებით ერთად. აუცილებლად. აი ასე მიმდინარეობს აჭარაში ნარინჯისფერი რთველი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის წარმატებულად დასრულდება. ახლა კი ფერმაში თამთაწერილის სიუჟეტის და სხვა რუბრიკების დრო დგება. საოჯახო მეურნეობების განვითარება სოფლის განვითარებას ნიშნავს. სოფლის განვითარება კი ქვეყნის სიძლიერეს. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები სულ უფრო დიდი სისწრაფით ვითარდება, რისი საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მოკლე დროში, ნაკლები დანახარჯით სასურველი შედეგის მიღება. ბრიჯი ინოვაცია და განვითარება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით, პოლონელი და უნგრელი ექსპერტების დახმარებით თიანეთის ადგილობრივ თემებში შერჩეულ ჯგუფებთან ერთად ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრირება მოაწყო. ეს აკვაპონიკის მოწყობილობაა. თევზის მოშენების და მცენარეთა ნიადაგის გარეშე ზრდის კომბინაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი ინტეგრირებული სისტემის ფარგლებში მოხდეს ორივე საქმიანობის წარმართვა. თევზის ცხოველქმედების შედეგი წარმოადგენს ორგანულ საზრდოს მცენარეთათვის, ხოლო მცენარეები ბუნებრივ ფილტრს თევზებისთვის. ვიშეგრადის 4 ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ ექსპერტები, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები გაგვაცნონ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება. ერთისწყლის სასოფლო სამეურნეო მიმართულებით თავის საქმიანობა უფრო ეფექტურად აწარმოოს და ამან არ დააზიანოს როგორც ბუნებრივი რესურსები, ასევე მოხდეს კლიმატის ცვლილებების შემცირება და იყოს ენერგოეფექტური, მათ შორის ასევე იაფასიანი და ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე წარმოიწყონ აგრობიზნესი. ვფიქრობ, ეს ტექნოლოგია ქართველი ხალხისთვის საინტერესო იქნება. სისტემა მინიმალურ მოვლას საჭიროებს. ადამიანს შეუძლია ძირითადად დაკავდეს ისეთი სასიამოვნო საქმეებით, როგორც თევზის გამოკვებაა, ან მცენარეთა კრეფაა. აკვაპონიკის სისტემა ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაიდგას. ღია ცის ქვეშ, სათბურში, სარდაფში და საცხოვრებელ სახლშიც კი. ის იაფია და შეუძლია მოერგოს ნებისმიერ მასშტაბს, დაწყებული პატარა ბაღით დამთავრებული დიდი ზომის ფერმით. რამდენიმე დღე ადგილზე გავიარეთ ეს თეორიული მეცადინეობა და ამ ეტაპზე გუშინ და დღეს თიანეთში მოგვიწია გადმოსვლა და ფაქტიურად პრაქტიკული შეხება მოგვიწია როგორ უნდა დამზადდეს მცირე მასშტაბის და საბინაო პირობებში. ამ ეტაპზე მე თვითონ მინდა რომ გამოვცადო საკუთარ ჩინა მეურნეობაში. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს და დაინტერესებულ პირებს აკვაპონიკის გარდა მზის კოლექტორის ინოვაციური მოწყობილობაც გაგვაცნეს, რომელიც ძვირადღირებული და გარემოს დამაბინძურებელი წყლის გამაცხელებელი სისტემების ჩანაცვლების მარტივ და ეფექტურ გზას წარმოადგენს. ამ პრინციპზე მომუშავე ასეთი ტექნოლოგიები იყენებენ მხოლოდ თავისუფალ განახლებად და სუფთა ენერგიას, რაც ამცირებს ტრადიციულად გამოყენებადი ენერგიის წყაროსთან დაკავშირებულ ხარჯებს. ჩვენ მზის კოლექტორს ვამონტაჟებთ. აღნიშნული ტექნოლოგია თიანეთისთვის განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან ეს ტერიტორია დიდი რაოდენობით მზის სხივებს იღებს. ვფიქრობთ, ტექნოლოგია ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი წარმატებით გავრცელდება. კოლექტორის აგება უმარტივესია. ის ისეთნაირად მზადდება, რომ დამოუკიდებლად ელექტროენერგიის საჭიროების გარეშე მუშაობს. საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობაში გაჩნდეს мотиваცია, მოხდეს ახალი ტექნოლოგიების რეპლიკაცია და შემდეგ მათი შიდა მეურნეობებში ეფექტურად გამოყენება. საჭიროა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება, ენერგორესურსების დაზოგვა. ეს ხელშეუწყობს საოჯახო მეურნეობების სიძლიერეს და შესაბამისად სოფლის განვითარებას.
საქართველოში თანდათან ვითარდება აკვაკულტურა. კალმახის, ზუთხის, ლოქოსა და ქაფშიას შემდეგ ბაზარზე ვერცხლისფერი ორაგულიც გამოჩნდა. ოკეანის არარსებობის პირობებში ამ თევზის გამოზრდა დიდ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა ზურაბ ლეჟავა საფრთხეებს არ შეუშინდა, რისკები აწონდა და კანადიდან პირდაპირ ყვარლის მიდამოებში ალიასკური ორაგული გადმოასახლა, რომელსაც ადგილობრივ გარემოსთან შესაგუებლად ფერმერმა ყველა პირობა შეუქმნა. ამ საქმიანობას დიდ ბიზნეს ავანტიურას უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ გაამართლა. მე გახლავართ ზურაბ ლეჟავა. 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდი ამერიკაში და საქართველოში გადმოვედი დაახლოებით 6 წლის წინ, რომ იმოვიხედე, ჩავთვალე, რომ ჩვენი რესურსები იყო განსაკუთრებული, რაც მსოფლიოს ძალიან აკლია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კახეთში, ახალ სოფლის მიმდებარედ, როცა აღმოვაჩინე ეს ადგილი, სადაც მთის ძირიდან გამოდის მყინვარული წარმოშობის წყალი. ეს იყო უნიკალური საშუალება, რომ ჩვენ გაგვეზარდა სუპერ პროდუქტი, ეს არის ორაგული. ამიტომ ავარჩიეთ ეს ადგილი. რაც შეგვეძლო ჩავდეთ მთელი ინვესტიციები, რომ გაგვეშენებია ეს ფერმა. სხვაგან შეიძლება თითოეულ ადგილი მოინახოს, მაგრამ გაჭირდება ორაგულის გაზრდა, რადგანაც ის კალმახზე ბევრად ცივ წყალს მოითხოვს. ის უნდა იზრდებოდეს 8-დან 16 გრადუსამდე. ორაგული არსებობს სხვადასხვანაირი. არსებობს ატლანტიკური ორაგული, ერთი ჯიშის, რომელსაც სიომგას ეძახიან და მინიმუმ 5 ჯიშის და მეტის წყნარი ოკეანის ორაგული. ავარჩიეთ ვერცხლისფერი ორაგული, როგორც ყველაზე საუკეთესო. ორაგულებს შორის შეიძლება იდაონ რომელი ჯობია ახლა სამეფო ორაგული თუ ვერცხლისფერი ორაგული, მაგრამ ხიზილალაში ნომერ პირველია და არავინ არ დაობს ამაზე. ორაგულისთვის ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად ფერმერს დიდი რესურსის გამოყენება დასჭირდა. თუმცა შედეგმა არ დააყოვნა. მის მეურნეობაში საერთოდ არ იგრძნობა თევზის სუნი. ორაგული იზრდება სწრაფად და გემოვნური თვისებებითაც აოცებს გურმანებს. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებია გიგანტური აუზები, რომელშიც გავატარებდით ამ ცივ მდინარეს, რომელიც მთის ძირიდან გამოედინება. ეს გიგანტური აუზები ზომით არის 125 მეტრის სიგრძის, 24 მეტრის სიგანეს და 8.5 მეტრის სიღრმის. ფოთის პორტზე 2 მეტრით უფრო ღრმა. რომ გავეცანი პრობლემებს, რასაც ბევრი საქართველოში თევზის მეურნეობა ხდებოდა, აღმოვაჩინე, რომ მე მჭირდება კარგი იხტიოლოგი. ვერ ვიპოვე. ვინც ვიპოვე და დამელაპარაკა, მივხვდი, რომ მაინდამაინც ბევრი არ იცოდა ამ საქმეზე და გადავწყვეტე, რომ მე თვითონ ჩემით მომეფიქრებია, როგორ გაგვეზარდა თევზი, ისე რომ არ გვეხმარა არც ანტიბიოტიკი, არც ჰორმონი და არც პესტიციდი. თევზს არ უყვარს შეხება. თევზს არ უყვარს სიბინძური. თევზს არ უყვარს სიმჭიდროვე. სიბინძურეს უკვე ჩვენ სხვანაირად უვლით. ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან სხვადასხვა სახის ენზიმი და ბაქტერია, გავაჟანგბადიანეთ აუზების ფსკერები, დიფუზორებით და აერატორებით, გასუფთავდა საერთოდ წყალი და იზრდება უსუფთავეს გარემოში შეუხებლად ამ 3 წლის განმავლობაში. თევზის ჩამოყვანა და გაზრდა სრული ისტორია არ არის. როგორც ფერმერი ამბობს, მნიშვნელოვანია ორაგული მომხმარებლამდე დაუზიანებელი მივიდეს. ამისათვის მეურნეობაში სპეციალურ ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლის საშუალებითაც თევზს ზედმეტი სტრესის მიყენების გარეშე იჭერენ და სწრაფად ამუშავებენ. განსხვავებულია ხიზილალას წარმოების პროცესიც. ეხა ეს გასუფთავებული ხიზილალა განცალკევებელი იმ ბადეზე, რომელსაც გრახოტკა ქვია, უკვე იდება მარილწყალში. შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის აკეთებენ დუღარე წყალში. და თითოეული ხიზილალის გარსი, როგორც კაფსულა, ისე სკდება პირში და ჩვენ ვაკეთებთ ყინულოვან წყალში. ძალიან ცივია, უფრო ნელა შედის მარილი და უფრო თანაბრად შიგნით და თვითონ გარსი, თითოეული ხიზილალის ნარჩუნდება ბუნებრივი, როგორც იყო თევზში, ისეთივე. ეს არის ძალიან შრომატევადი მეთოდი. ცხელ წყალში, რაც მოსაშორებელია ხიზილალიდან, თავისთავად ცხელი წყალი აშორებს ამას. ცივი წყლის მეთოდის შემთხვევაში თქვენ ნახავთ, რომ ხელით რამდენი საშრომი იქნება. მომხმარებლის სეგმენტი ქართული ორაგულისათვის მისი ფასის მიხედვით განისაზღვრება. პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და რესტორნების შეფმზარეულები ხარისხიან პროდუქტში თანხას არ ზოგავენ და ცდილობენ კერძებში საუკეთესო თევზი გამოიყენონ. ჩვენ ხმარობთ დანიურ საკვებს. ამ კომპანიას აქვს 4 ხარისხის საკვები.
ბრონზის, ვერცხლის, ოქროსი და პლატინის. პლატინას თევზის საკვებად ნაკლებად ხმარობენ, უფრო სადედეებს კვებავენ და ჩვენ მთელი თევზი ამ პლატინით გამოვკვევეთ, იმიტომ რომ პლატინა არის მთლიანად თევზის ფქვილი. ჩამოყვანილი კანადიდან თევზი, რომელიც თითოეული ხიძილა 13 ცენტი ღირს და იქიდან მე-13 გადარჩება მხოლოდ და ესეთ პირობებშია გაზრდილი, ესე ორგანულად წამლის გარეშე და ყველაზე ძვირფას საკვებზე ეს რა თქმა უნდა საკმაოდ ძვირიჯდება და ბევრად აღემატება ფასით სხვა საქართველოში გაზრდილ თევზებს. ჩვენ ვცდილობთ რომ გავყიდოთ დიდ სასტუმროებზე, სადაც საუზმეზეა, სავალდებულოა რომ ორაგული იყოს, ხოლო საქართველოს ბაზრისთვის ჩვენ ინტერნეტ მაღაზია გავხსენეთ და ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეუძლია ყველა მსურველს შეიძინოს ეს. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ავიცილოთ სავაჭრო ქსელი, სადაც დრო იკარგება. ამ თევზს სულ აქვს 3 დღევა და შეკვეთისას ჩვენ მეორე დილას მიგვაქვს ახალაჭერილი თევზი მომხმარებელთან და ეს არის ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა. ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ ორაგულის მწარმოებელი ფერმერი მეურნეობის გაზრდას, რესურსის სრულათვისებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. სულ მალე კახეთში გაზრდილ ვერცხლისფერ ორაგულს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც გაიცნობენ. მანდარინის საბაღე ნაკვეთის შერჩევა და გაშენება. მანდარინის ბაღის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნას თბილი ნაკვეთები. ზღვის დონიდან 350 მეტრის სიმაღლემდე. სასურველია ღრმა, ნეშომპალა კარბონატული, ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, საშუალო და მსუბუქი შედგენილობის კარბონატული ან ალუვიური ნიადაგები. მანდარინის გასაშენებლად ნაკვეთის ძირითადი დამუშავება ხდება პლანტაჟის წესით. მისი დაქანების ხასიათის მიხედვით მიმართავენ მთლიან დამუშავებას, ან ეწყობა ტერასები და ტარდება ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის მაღალპროდუქტიული პირობების შექმნას. ნიადაგი მზადდება დარგვამდე 1-2 წლით ადრე. ნაკვეთი უნდა განთავისუფლდეს ხეებისა და ბუჩქნარებისაგან. დარჩენილი ფესვები უნდა ამოიძირკოს 50-60 სანტიმეტრის სიღრმეზე და დამუშავდეს მთელ სიღრმეზე. ამის შემდეგ იდესება სასიდერაციო კულტურები, უმჯობესია პარკოსნები. ნერგის დარგვა. დამუშავებულ ნიადაგზე 1-2 წლის შემდეგ საჭიროა დასარგავი ორმოების წინასწარ ამოღება. 2 გამრავლებული 5 მეტრი კვების არით. ორმო უნდა იყოს 1 მეტრი დიამეტრისა და 0.4-0.5 მეტრის სიღრმის. ორმოდან ამოღებული მიწის ფენები იწყობა ცალ-ცალკე. დარგვამდე 2-3 კვირით ადრე ორმოებს ავსებენ შემდეგნაირად. მიწის ზედა ფენას ურევენ ორგანულ სასუქს 20-25 კილოგრამი რაოდენობით. 0.6-0.8 კილოგრამი სუპერფოსფატს, მძიმე ნიადაგებს 30 კილოგრამამდე ქვიშას და მჟავე ნიადაგებს კირს. დარგვა წარმოებს 1-2 წლიანი კარგი ფესვთოსისტემის მქონე სტანდარტული ნერგებით. დარგვის წინ ნერგზე უნდა მოიჭრას დაზიანებული ფესვები და ტოტები. ფერმის მოგზაურობა აჭარაში ამით ასრულებულია. ჩვენ ვემშვიდობებით შავი ზღვის სანაპირო ზუსტად 1 კვირაში, უკვე ფერმის საახალწლო გამოშვებით შევხვდებით ერთმანეთს. არ გამოტოვოთ 31 დეკემბერს 12 საათსა და 15 წუთზე 2017 წლის ბოლო ფერმა. ერთად შევაჯამოთ გასული წელი და გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო აგროგმირები პირველი არხის ეთერში. ახვამდის. რამდენიმე საათში 2018 მოაკაკუნებს და ყველას მინდა ბედნიერება კიდევ ერთხელ გისურვოთ. ღვინო გვაქვს, სიმღერა გვაქვს, მწვადი გვაქვს, თევზი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, რაც შეიძლება იყოს. ხوار ჩაგვეფინანე და. ღვინო დაგვაწიეთ, ღვინო. ერთსაც გაგიჩინჯავ და აქედან გავალ. დიდი გეგმები გვაქვს მოკლედ 2018 წლისთვის, არა? დაცმული. მწვადი შემოვიდა გიორგი. დამეკარგა მოსვენება. აი ამ ახალწლის ღამეს ახლა თქვენ მეურნეობაში ორაგულის ნაცვლად რომ მართლა რეალური ოქროს თევზი ამოყვეს.